მოიხსენი სათვალე გიცნობ ხალხმა ვინახარ. იღებ? სპეცრაზმელივით რო ხარ ჩაცმული. არ ვარ თუ? ვაჟა. დავედი. აი ბატონი ლუკაც. ოპა ლაბის წავიქეთ. და ბატონი მე. ესე იგი ბალდაში ვართ და ზემოთ არის ჩანჩქერი. როგორც ბატონი ვაჟა მეუნება ზემოთ და ზემოთო. არ ვიცი საით არის ეგ. სავარაუდოდ აქეთ მარჯვნივ. უბრალოდ კაი სანახაობები უნდა ვნახოთ დღეს რა. ხალხიც გვიყურებს. არა ალბათ შეჩოვლები იქნებიან აქ უკვე საკმაოდ საფრთხილობით ხალხმავალი ადგილია და ბევრი ტურისტიც დადის. ესე რომ ჩვენ სიცივეში მოვადექით ესეთ მკაცრ მთას. აი საინტერესო სანახაობაც გვევლდება. ცოტა ეს კოცოსაც დავანთებთ შეძლებს დაგვარად და კაი დღე იქნება იცით. ნახშირი მოგონა. აი. აბა ბიჭებო. ცოტა კი გაგვიცრუე ეს გული. აქამდე თოვლიაო როგორც გითხრეს. ეხლა აქაური მოსახლე შეხვდა და თქვა იქამდე ვეღარ ახვალთო. მაგრამ ნუ ესეთ გადაწყვეტილება მივიღეთ რომ სადამდეც ავალთავავთ და იქვე გავჩერდეთ რა სად და რავი ასევე ალტერნატივაც არის რომ ის რა ქვია კაღუს ჩანჩქერი ხო? თუ ისეთი ვარიანტი თუ იყო რომ საერთოდ ვერ ავედით კაღუს ჩანჩქერზე ჩავალთავოთ რა. ივადექით უკვე ცოტა ასე თუ ისე გაუვლელ ადგილს და დამთავრდა მოსახლეობაც. კაი დიდი ფერდობია აღმართი. როგორ? აკა ჯობია სამე გავჩერდე და დავანთულე. წამო დაღლებს არ ვართ. ცხენის ნაკვალიან გზებს მიუყვევით. აი დიდი აღმართია და ცოტა დამღლელია, მაგრამ ნახეთ რა სილამაზე. შევისვენოთ ოდნა. აქ ცხენიც არ არის გავლილი. ძველი განავლელები. ზემოთ მივდივართ, ზემოთ და ზემოთ. სანამ გზა არ დამთავრდება. ამოვედით აქამდე და კარგად ვიყოთ. ზემოთ საკმაოდ დიდი თოვლი იწყება უკვე და როგორც ვნახეთ და ქვედა ჩანჩქერზე ვაპირებთ ჩასვლას. ეხლა ცოტა წავიხემსებთ. ოდნავ, ესე თქვათ. გავაგრძელებთ გზას. ხო. აბა როგორ ახართ? ბიჭებო დაისვენეთ. ძალიან მაგრად ძალიან შესანიშნავი. ბექას განსაკუთრებით მოსწონს დღევანდელი დღე. ე ბატონო. ბადასტურებ. ჩვენ დღევანდელ დღეს გავუმარჯოს აქ წამოსვლას და მადლობა ჩვენი ქვეყნის ბუნებას. ამდვილად. ამ ლამაზი სანახაობისთვის. გვაქვს შებოლილი კურდღილის ხორცი, ირმის. შებოლილი ღორის ხორცი. ხო და როგორც ჩვევია, სამწვადე ყველაფერი გვაქვს. ზღვისღორი გვაქვს დაკლუდა. საკვები ნატურალური. განსაკუთრებით ძეხვეული ნატურალური, უქიმიო. რაც მთავარია ქართული ქიმია. ჩვენი ქართული სითხე. ხო, ტყემლის არაყი და ჭაჭის, ხო? ტყემლის და რაღაცის კიდე. საიდუმლოა. აი ესეა GBL-ის დინამიკი რომ არ დაგავიწყდება. კაია, მოკლედ. ვერავედით იქეთ და ჩავდივართ ახლა მეორე სპოტზე.
იქაც ჩანჩქერია. ისი ჩანჩქერია ვაჟა? ერეკლე მეორეს. ვაჟა, რა ერქვა ჩანჩქერს, სადაც მივდივართ, ამავიწყდა. აუ სამი ჩანჩქერია, სამი ჩანჩქერია. ხო, მოკლედ სამი ჩანჩქერია, ერთი არის აქ. ზემოთ, სადაც მივდიოდით, ერთი არის ქვემოთ. ვაიმე. ვაჰ, ბიჭო რა სრიალა. მოკლედ ორი ტრაქტორი არ აუშავს. ხო, სამი არ იყო, თუნდა ლუკაც იქ წაიქცა სადაც. მოკლედ ორმოებია თოლში ცოტა რთულია სიარული და ხო, მეორე ჩანჩქერი ახლა რო ჩავალთ 1-2 კილომეტრია მარჯვნივ. უნდა გავაგრძელოთ გზა და მესამე ჩანჩქერიც სადღაც არის, არ ვიცი. ნაპრალები, ხო, ხო და მოკლედ ესე მიდის დღევანდელი მხიარული დღე, რომელიც განსაკუთრებით ბექას მოსწონს, ხო ბექა? ძალიან. ძალიან მარა. აქტუალებული. დავიშალეთ დროებით. აგერ ვაჟა, სოფო და ლუკა გაუყვნენ საფეხმავლო გზას და მე და ბექა წავედით მანქანაც რო გადავიყვანოთ იქით. ისე რომ ჩამოვედით უკვე მოსახლეობისკენ. და მიუყვებით ამ გზას. კი ძალიან გვინდოდა ასვლა, მაგრამ ძალიან არ დიდი გავოვიდა. დავხდა. დათბება და მაინც ავთ. დაწავა. რო ედავებიან. იჯარით რო აიღო ვიღაც. და ფასიანს გაგვიხდიან. ბალდის კანიონ მარტვილში. ნახე რა ლამაზია აქაც. მონასტერი. და ესე მივდივართ ზემოთ. რომელ ნორვეგიას და შვედეთს ჩამოუვარდება. ნახე რა ქათქათაჩას. რათოვლილი მზე რო აჭერს და თითქოს აქ წინიდან ამოდის. გზა, ბიჭო, შენ თვითონ მე არ ვიცი გზა და. მოკლედ ან სასა გაჩერდი. ეხა გაბრაზდა. როგორც ჩამოვედით მანქანით, გავცდით იმ გადაკვეთის ადგილს საპირისპიროდ, სადაც ვაჟამ ჩაიარა. ვაჟამ უკამ და სოფომ და ჩვენ წავედით თურმე საპირისპიროდ, საიდანაც ეგენი მოდიან. თუნე უნდა წამოსულიყავით მეორე მხარეს და ეხა გავარკვიეთ და მივდივართ იქ. ძალიან ეხა გაწურულია იმდენი ვიარეთ და ეხა მივადგებით კაღუს ჩანჩქერს. ეს რა არის, რა წერია? ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის საზღვარი. რა? ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის საზღვარი. სადა ექვევითა ჩასულცალი? კი, იქით არისო რა ასმერში. ამდენი თავგადასავლების მერე და გაბრაზებული ბექას მერე ეგერ დგას. დელიკის ზღალთან. ო, არ მინდა მე არ წავალ დელიკით. მოვედით. შემცი და ის რაღაც დავანთ. ნო, დავანთო. სან დავანთ. მოვედით კოღუს ჩანჩქერზე. ის. კაღუს, პროფესორ. შემცი და. ბექა! მოდი, ძლივს მახვედი, ეხლა მაინც ჩამოდი რა. რა ცუცუნა. რა მაგარია რა, ხედები. აუ ეს წყალში უნდა ჩავყო ხელი, ეხლა მაინტერესებს რამდენად ცივი იქნება დინარის წყალი, ეს არის აბაშის წყალი. აი ნახოთ ეხლა. სხვათა შორის ზამთარში, ონკანში როგორი წყალით მოდის, ეგეთი წყალია რა, არამეტად ცივი, მაგრამ ეხა ჩასასვლელად მაინც ძალიან ცივია. ასე რომ აი ესეთი ლამაზი ადგილია. ეხლა მოვზრუნოთ ადგილი, დასაჯდომები გვაქვს, გადავწმინდოთ ეს ადგილები. ბექა გაბრაზებული იყო, მაგრამ მაინც ფოტოებს იღებს. მერე იტყვის რომ, ისე იყო, ასე იყო, ისე, მაგრამ დამამტკიცებელი საბუთი, როგორ
ლამაზად ცდილობს რომ ფოტო გადაიღოს. ასე რომ შემოძმაო მე აღარ გეთქმება, აღარ გექნება სათქმელი რომ იქ წამიყვანებ და აჰა. ვიდი გადაწმინდა ეხა ძმაო შენ მას კამი მაგი და მოვხოდოთ აქ ნახშირი ეხა და შევწვად მწვადები. ოუ. იდის წვადის გიზგიზ. ნახშირზე. და თხილის ტოტებს. რა ზაკ? ბიჭო რა არის? ისი ხასიათი იყოს თეორია. აი. ხო. თან აი იმაზე რა ამოსული რა. ბეკარ ვარ გიშლებს. ბეკარ ვარ გიდგას გვერდზე და ანუ ეს ბიჭო აი კილომეტრებზე და მეტრებზე არ მელაპარაკო და შენ მაგარი ისკონია ხო? კაროჩე როგორღაც ბეკას არ ხვეწნით მოვიყვანე აქამდე რაც დავარია და всё ეხა გაუსწორდა რომ მოვიდა ხო მოვიდა და ვისა ვაშას ეხა გადამიღეო ეს ვიდეო არ უნდა ხვდო არა ნახო არა უნდა ჩავსვა ეს ვიდეო მაინც რომ ნახოს მე რა სიტყვის ერთი წავედით ჯერმა იპოვეს აგერ აქვე კარგი დასაჯდომი აქ ჩვენი ყოღუს ჩანჩქერი თითი კატკატა თოვლი და ოჰ ვენ აქ სუფრა გაგიშლია სუფრა გაგიშლია კი არა გაგიშალე ძმაო სუფრა ო ვერე გაიგიჭი რას ქვია კაი ბიჭი ვარ ძმაო შემოგევლოს ჩემი თავი ძმაო რა შეიძლება ხაჭაპურსა სტილოს ახლა დაი სამწვადეები ბრა სადავდო ამისთვის ხო უნდა მოგემზადებინა ანუ რა ხდება ყველა ანუ რა უქერა და ხელში დაიკავეთ რა თითო შამპური თითო შამპური მოკლედ წითელი რატო ანათებს და წითელი გვაქვს ანთებული ამჟამია? არა იღებს ვიდეოს კაცო მოკლედ მოვდივართ კაია რა ეს ადგილიც კარგია მაგრამ ზოგადად კარგია ესე გასვლა ცოტა მოლხინოა დასვენება ყოველდღიური ორებისგან კი რუტინისგან უფრო რა ვა გამდნარა უკვე თოვლი და ვერე დაბრუნება ისე იბატონო მადლობა გაფრთხილებისთვის ჩემოძმაო ვა მახლა რა მაგრასია ხა გოჩაგია და ვიტრო ხიდი გადადის ესეთი წერენ გადმოვიარე ოპა ბიჭო რა ხია ვარ დინარე აბაში ბაშა ეხა ხო დინარე აბაშა ხაურია და ეკა აბა რაშთა ბეჭდილებები დაგჭა ჩემოძმაო ხა მაგარი მევა ძალიან კარგი უკვე უკვე ძალიან კარგი მე გეუბნებოდი შენ მაგრამ ის ჩანაწერები რა ჩავიწერეთ მანამდე აუცილებლად უნდა გამოვაქვეყნოთ ყველაფერი ხუმრობით მაგრამ არა ძმაო ბალდა დასაყრობილო ძმაო ბალდა ზემოთ კი ბექა ხო წამოხვალ ზემოთ დასაყრობილია ძმაო აგერ ნახოთ მე აბა До свидания. Хорошо. Ჩამოვიდეთ მშვიდობით. სადავართ? სახში ხარ შენ? ლოგინი ახლოს გაქვს? ხოსი ფოტი ვაჟაც ახლოს არის? შეგიძლიათ მე მზადო. დანარჩენი ჩამოვედით. დავი წავედით გოჩე წავედით დავაი წავედით ფატმოსი წავედით. ეხა კაი იქნება წავიდეთ ამ ზაღავზე. ჩამოვედით 100,000 პრომოცია მაიწერდა პროდები